მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ ხაზარაძე და ჯაფარიძე დაიჭირეს და 8 თვით პატიმრობები შეეფარდათ, ხოლო დღეს გიორგი ვაშაძე მიაბრძანეს საპატიმროში და 7 თვით პატიმრობაში შეუფარდა სასამართლო. ბანამდეც ვიცით კარგად, რომ გირჩი ჯაფარა, ოქრუაშვილი, მელია და გვარამია იგივე მუხლებით დაიჭირეს და გაუშვეს საპატიმროებში. ეს ადამიანები პოლიტპატიმრები, რა თქმა უნდა, არ არიან. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, დამსახურებულად იმყოფებიან საპატიმროებში და უფრო მეტიც ამ ადამიანებმა მიზანმიმართულად, გააზრებულად, განზრახ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ აღმოჩენილიყვნენ საპატიმროებში. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ძალიან მცირე ხნით მოუწევდათ პატიმრობა და იფიქრეს, რომ ამ მცირეხნიან სასჯელებს სათავისოდ გამოიყენებენ, რომ ამ პატიმრობით რაღაცა პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებენ და ქულებს დაიწერენ და რომ მათი ავტორიტეტი საზოგადოებაში უფრო ამაღლდება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდება და ყველამ კარგად ვიცით, ვინც არიან და რაც არიან. ამ ადამიანებმა თავისუფლებაში ყოფნით ვერანაირი შედეგი ვერ დადეს თავიანთი პატრონებისთვის ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყველანაირად თავიდან ბოლომდე გაკოტრდნენ ეს ადამიანები, ვერც ქუჩაში აქციების გზით ვერანაირი შედეგი ვერ დაუდეს თავის პატრონებს და არჩევნების გზით ხომ მით უმეტეს ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანენ თავიანთ პატრონებს და ამ პატიმრობით, როგორც უკვე აღნიშნე, პირველი ის რომ ცდილობენ, რომ თავიანთი რაღაცა თავები ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს აი პატრიოტი ადამიანები არიან და თითქოს სამშობლოსთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის გაუშვეს საპატიმროებში, რაც რა თქმა უნდა არის სისულელე. და მეორე ის, რომ თავიანთ პატრონებს მისცეს უფრო მეტი სალაპარაკო და უფრო თამამად ილაპარაკებენ ამ პროჭების პატრონები, რომ აი თურმე ივანიშვილი როგორი ცუდი კაცია, როგორი რეჟიმია საქართველოში და როგორ უსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ოპოზიციის 7 წარმომადგენელი არის დღეს საპატიმროში. რაც უნდათ ის ილაპარაკონ, ჩვენ ქართველების უმრავლესობას უკვე დიდი ხანია ეს აღარ გვანაღვლებს და რა თქმა უნდა ხელისუფლებამ ძალიან სწორად იმოქმედა, რომ არ მისცა საშუალება ამ ნაძირალებს, რომ კანონი ფეხქვეშ გაეთელათ და ეს რომ შერჩენოდათ. ამით რა თქმა უნდა სამართალმა არ იზეიმა, სამართალი იზეიმებს იმ შემთხვევაში, მაგალითად თუ კი შევლენ საპატიმროებში აი ამ პროჭებთან, დღეში 3ჯერ თუ გალახავენ, სიგარეტებსაც თუ დააწვავენ ხომე, როგორც მოლაშვილს აწვავდნენ, სულ გაატიტულონ ხომე, აბანოში შეყარონ ხომე და იქცემონ ხომე აბანოში ტიტულები, ტრაქშიც რაღაცები გაუკეთონ ხომე და კამერით გადაიღონ ეს ყველაფერი. ტელევიზორები, რადიო, ყველაფერი წიგნები თუ რაც კი რამე, ყველაფერი ჩამოართვან ამ ადამიანებს და ხანდახან მორგშიც გაიყვანონ ხომე და მკვდრებზე გადასკოჩონ, რომ ცოტა გაგლირდნენ ხომე და მერე ჩაითვლება, რომ კი იზეიმა სამართალმა და პასუხი აგეს ამ პროჭებმა სრული სინკაცით. ხო იძახიან, რომ დემოკრატიის შუქურა იყო მიშაო, აი ეს ჩვენი ვითომ ევროპელი მეგობრები და ნაცებიც ხო იძახიან, რომ თურმე მშვენიერი ხელისუფლება ყოფილა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება. ხო და თუ დემოკრატიის შუქურა იყო და მშვენიერი ხელისუფლება, როგორ პირობებშიც აი დემოკრატიის შუქურის დროს ადამიანები იხდიდნენ სასჯელს, ზუსტად იგივე პირობებში მოახდევინონ კონკრეტულად აი ამ პოლიტიკოსებს სასჯელები და მერე ვნახოთ ერთი როგორი დემოკრატიის შუქურა იქნება ან მიშა და ან ივანიშვილი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ხან ხელისუფლებიდან, ხან ოპოზიციიდან, ხან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ხან ბანკებიდან დედას უყნავენ ამ ქვეყანას, ატყავებენ ჩვენ საზოგადოებას და უბედურების და ცუდის მეტი
არაფერი კარგი არ მოუტანიათ არც ამ ქვეყნისთვის და არც ჩვენი საზოგადოებისთვის. ესენი არიან ჩვეულებრივი სულგაყიდული პროჭები, რომლებისთვისაც თავარი არის რას იტყვიან ამათი პატრონები ამ ქვეყნის გარეთ. და რაც მალე აი ამ ნაგავს საბოლოოდ გავიტანს პოლიტიკიდან, მით უფრო მალე გამოჩნდებიან ახალი და სუფთა ადამიანები პოლიტიკაში, სუფთა ხელებით, რომლებიც დაიწყებენ პოლიტიკის კეთებას. აი ამ ნაგავის ადგილი აღარ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში და უნდა დასრულდეს აი ამ პრასტიტუტკების მტრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. ესენი არ არიან ამ ქვეყნის პატრიოტები, ესენი აცხადებენ და არ მალავენ, რომ არიან ევროპის პატრიოტები. ჩვენ გვჭირდება საქართველოს პატრიოტები და არა ევროპის და ვიღაც პოლიტიკური ჯგუფების პატრიოტები. ასე რომ იმედს ვიტოვებ, რომ მალე მოვა საქართველოში ის დრო, როცა ჯანსაღი სუფთა ძალები გააკეთებენ სუფთა პოლიტიკას, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესების სამსახურში და არა ევროპელების ინტერესების და ვიღაცების ინტერესების სამსახურში. მოკლედ ეს არის ვისი თქვაც მინდოდა აი ამ ნაძირალების დაკავებასთან დაკავშირებით.